გადავწყვიტე, რომ ჩვენთან ცეხში დაიწყო ზვიადის მუშაობა. მას შემდეგ ზვიადი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამწყმელი ძალაა. და შემიძლია თვალდახუჭული ვენდო როგორც ბიზნესის და ცეხის საქმეებზე კარგი ხო. ასევე ჩემ პირად საქმეებზეც. ჩემი მეგობარია ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია რომ ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი იპოვა. ზვიადის და ნინის გაუმარჯოთ. შესანიშნავია ჩემს შვილებს ზვიადის და ნინის გაუმარჯოთ. რა კარგი ბიჭია ჩვენი ზვიადი. და სასიამოვნო მეგობრები ხავს არა? მადლობა. რახან ოჯახის წევრი ხდები PlayStation-ს ვეთაბაშები ხოლმე, ხო? აუცილებლად. თან როგორც გავიგე, შენგან რაღაცები მაქვს სასწაული, ასე რომ. ნუ, ერთ ორში ყავს ვიყვი. მე და ზვიადა ბაღობიდან ერთად ვიზრდებოდით. ყოველ ზაფხულს დუშეთში ვისვენებდით. ის წლები იყო ჯოზია რა. ო, კარგი იყო. ყველა ჩვენ პატარა ზვიადას სულ დიდი ხალებისკენ იჭირა თვალები. გოგოებისკენ. მე რა გინდა? ზვიადას არავინ უყურებდა ის დიდი გოგოები. იმიტომ რომ დაბალი იყო. ასაკთან შესაფერისად. პატარა. ხოდა ტიროდა. სულ ტიროდა, სანამ ბებიაჩები არ გამოკიდებოდა ჭინჭრით. ой, მე ახლაც მახსოვს იმ ჭინჭრის სიმძა. მე მეგონი გადაუხვიეთ თემას ხო? ხოდა ამ ჭიქით ზვიადას გაუმარჯოს. ნინიას გაუმარჯოს. და უღელს გაუმარჯოს, რომელიც გაუყოდა მისი ასაკის ნახა. შევსვათ. ხო არ შეგვესვენა. ამის მერე შევისვა. მე და ზვიადა საბანაოზე ვართ. როგორ ხარ? გამარჯობა. ესე ოფიციალურად? ვარ სტუდენტი, ჩემი ჰობია ხატვა, არ მიყვარს საჭმელების გაკეთება და ვფიქრობ, რომ პარიზი ცოტათი overrated ქალაქია. მიყვარს აზიური სამზარეულო, ვერ ვატარებ ველოსიპედს, არც დამყავს, არც ძმა. მამა ჩემი არის ბიზნესმენი და დედა ჩემი ბიზნესმენის ცოლი. ხშირად ვუსმენ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, ტეილორ სვიფტი და პროკოფიევი. არ მიყვარს ყავა. ჩემი საყვარელი ფერია ღია იასამნისფერი. საყვარელი წიგნია სალი რუნის საუბრები მეგობრებთან, მაგრამ ეს საყვარელი პერსონაჟი არ მყავს. საყვარელი ფილმია When Harry Met Sally. და საყვარელ სერიალს მოგვიანებით გეტყვი. მოკლედ, მე ვარ ლილუ და ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა. ველოსიპედის ტარება მართლა არ იცი? აი ვიცოდი რომ ეგ არ უნდა მეთქვა. არა, ვიხუმი. დავსხდეთ? ხელს თუ გამიშვებ? გამარჯობათ. შეუკვეთავთ რამეს? ჩაი, ერთი ჩაი და ერთი ყავა. ხილის ჩაი. ხილის ჩაი. აბა, რომ ამბობდი ერთმანეთს არ ვიცნობთ. მოყაფილი ხარ ხო? რაღაცები არის კიდევ რომ მაინტერესებს, ვირო ნელ-ნელა გითხრა. ეგ კარგი, მაგრამ მეც ხომ და გაგიცხა. ეს იგივე სტილში მთხოვთ? აუცილებლად. მე ვარ გოგა და ველოსიპედის ტარება ძალიან კარგად იცი. ვინ უნდა შეოსოთ? მომეცით. არა, არ არის საჭირო. იცით, დღეისთვის გვიანია და ჯობია ჩვენ წავიდეთ. კი, რა თქმა უნდა, ნუ შეწუხდებით. როგორც მოსვლით გაგახარეთ, ესე წასვლით გაგახარეთ. ნოიცა, რა შეწუხებაა, შვილო? ერთი ოჯახი ვართ უკვე. არა, კი, ნამდვილად, უბრალოდ
დღეს წავალთ და სხვა დროსაც ესეთი გემრიელი სუფრა ბევრი გვექნება. რა თქმა უნდა, თან ხვალ უამრავი საქმე გვაქვს და უნდა მოვემზადოთ. როგორც ცინებებთ. ჩვენი სახლის კარი სულ ღია იქნება თქვენთვის. და ჩემი კომპიუტერის პაროხსაც გეტყვი. აუცილებლად. კარგი, ზვია, მე არსენას გავაღვიძებ და გავიდეთ, კარგი? ხო. არსენ. 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 ვერ გავაღვიძებ. მიწდით. მიწდი. არსენ. ბიჭო. არსენ. ადიქ წასulis დრო. უი. ჩაეძინა ბორს. რა უჭირს იყოს? არა, რა სამბობთ. იყოს რა, ხვალ გამოძინებული წავა. არა, როგორ გეკადრებათ? გავაღვიძებ ეხლავე. არსენ. არსენ. და იყოს ცოდვა, ჩვენ მივხედავთ. რა უჭირს მე თუ არ გვენდობით? არა, როგორ არ გენდობით, უბრალოდ უკეთესი იქნებოდა თან წაგვეყვანა, მაგრამ ოდა ნოინერვიულებთ. კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. ყველაფერთვის დიდი მადლობა. აუცილებლად შევხვდებით. დიდი მადლობა. გამოიყო. კარგად იყავით იმი? კარგად ბრძანდებოდეთ. სიძე. კარგია რომ ბავშვს ერთი ბებია მაინც აჭმევს სახში გაკეთებულ საჭმელს. შენ გამოაცხე კეთება? და ეს საუკეთესო ნატურალური პროდუქტი. ყოდი შეხშენ. მე დარწმუნებული ვარ, ყველა სტუმარი გაუგმდება, გებრიელია. მოეწონებათ. აი რა შეიძლება გაბრიელს. და გაბრიელისთვის თავის მოწონებას იქ ვიქნებით პირველი მე. შეჯიბრი თუ გინდა თავიდანვე გაფრთხილებ რომ მე გავიმარჯვებ. გაბრიელის უსაყვარლესი ბებია მე ვიქნები. უკვე ხარ უკვე. ერთი ბეწოა და უკვე და კიდე ერთმა. ხედა. ვაი, მე ისე საყვარლად ძინავს, კიდე მინდა რომ გავაღვიძე. ნერვიულობ დედიკა. ეს ისეთი ცელქია ცოტა ხანში გაიღვიძებს და ჭყებინს დაიწყებს მიხედე ხო? დედა იცი რა, სხვათა შორის ეგრევე ჩაეძინან, ძალიან დაღლილი იყო. მე მგონი გვაცდის დღეს არა? აუ, ვალი, რა ნამცხრებია? ქეთევასაც ძალიან მოეწონა. აი, შვილი თუ გაგწირავს და სხვა ვინ? და შვილიშვილს მივაწვევს მე და შენ. აუ, შენ მამამისო დაგეხმაროთ. შენ ხარ ყველაზე ლამაზი ნათლია. და მე და შენ ვინ მეგობრად, ჯერ ეს წაიღე მოდი. წაიღე და მე და შენ დავკეცოთ ეხა ხელსახოცები. მოიცა, მე გავაღებ. კობა იქნება ღვინოზე იყო ჩასული მაღაზიაში. კეთი, მოდი. აუ, როგორ გამიხარდა რომ მოხვედი? აბა, როგორია ნათლიობა? აუ, ძალიან მაგარია, თან როგორ საყვარელი ნათლიური ყავს. მიდი შეიყვანა ელენა. მამა, იტანა ღვინო? კი, იმაა და ქეთი შეხვდა მაღაზიაში ღვინოს არჩევდა. მაგრამ ჩვენი ღვინო აჯობებს. აუ, ქეთი, რატო შეწუხდი? ყველაფერი გვაქვს, არ იყო საჭირო. ჩემი ღვინო ისეთი გემრიელია, დარწმუნებული ვარ, რომ გასინჯა არ მეტყვი. არ იყო საჭირო. ღვინო. მე მოგებული გუნდისკენა. ხალხობს უკვე რა. მოდით დავსხდეთ, მგონი ყველანი ვართ. მიბრძანდით. ვალი, კერესას არ დაურეკავს? კერესა გზაშია. საცობებია ძალიან და დააგვიანთ ამიტომ. კარგი, მოდი რა დავსხდეთ. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ხო, არ ვიცოდი რა უნდა მეჭამა პირველი. მე და გაბრიელია, გეხვეწები შეგიძლია რა შეხვედრა. ევალაბარას ვიზა. აუ, შეიძლება მე ცოტა მოვიდე. ძალიან საყვარელია ელენა რა. კი, კარგი გოგოა ძალიან. კი. მადლობა. ო, იცი რა მახსოვს? ბავშვი რო გაჩნდა, სტორიზე გეტყო, რომ დანიელის დაქვემას აპირებდი. ძალიან მაგარი ისტორია იყო, ხო, პაპირებდი, რომ დანიელი დამერქვია და მე დედა ჩემი ისეთ პანიკაში ჩავარდა, რომ აი გინდა თუ არა გეხვეწები, მამა ჩემი სახელი დაარქვი, იყოს გაბრიელი და ნუ აი ისე შემჭამა, რომ ბოლოს და არ გავარქვით გაბრიელი.
ეხლა იცახის გაბო და ნუ აი. არ გაიგოს. ორი წუთი დაგტოვებთ მე დასარეკი მაქვს. ვალი, კერესას თუ რეკავ მეწამაო რა. კაი? ორი წუთი მოდი ხო? ძალიან მიხარია ერინას ბედნიერს რომ ხედავ. ხო, მეც. დიდი ხანია ეს არ მენახავს. იცი, ყველა ძალიან მარიამს რითი გავსე. არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ ყველაზე რთულ ამბებს მარიამი ყოველთვის ძლიერად ხვდებოდა. ჩემგან გასხოვებით. მახსოვს. და შენ როგორ ხარ? მოგავდები. აი გარუიცი. ახლა თავარია როგორ არის ელენე. და მეც ისე ვარ ხო. ელენე კარგად იქნება. და ამაზე მეც ვისრუნებ ხო. იცი ალბათ ესე ძალიან იმით შეუყვარდი ელენეს რომ ნუ იცის რომ მარიამის მეგობარი ხარ ყველაფერზე ფაუჭება რაც მარიამთან აკავშირებს და ყველაზე ძალიან იმის მეშინია რომ გავადრო და მეშინი არ დაავიწყდეს მარიამ და იქ თუ მოხდა. ეგ იმას ნიშნავს, რომ მე ჩემი როლი ნახევრადაც ვერ შევასრულე. მაგრამ ეგ არასდროს არ მოხდება. არის რამე ახალი. ხო, ამ შუაღამისას ტყუილად ხარ მოგიყვანდი. კი. აბა რა ხდება? ნუ რაღაცები გავარკვიე. ბევრი ვერაფერი, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისია. ეხლა რა არის საჭირო? თუ მეტის გაგივა გინდა, მაშინ ფული. რამდენი? არ არის ადვილი საქმე ორმაგი. მოვიფიქრებ რა. იფიქრე კარგი. უბრალოდ სიმართლის გაგება ყოველთვის თვითიჭდება. იგი გასაგებია.